რა კრიტერიუმებით ადგენს ფრანგი დიპლომატის სახსა და საელჩოში მისაწვევთა სიას? კითხვა ოლივიე კურტოს ახალმა სტუმარმა გააქტიურა. რასთან დაკავშირებით იმყოფებოდა საელჩოში სერგი კაპანაძე, ამის შესახებ არც ერთი მხარე არაფერს ამბობს. დიპლომატთან მხოლოდ 15-მდე არასამთავრობო ორგანიზაციის და არჩეული მედია საშუალებების წარმომადგენლები მოხვდნენ. მართლ გუნდს განმარტება აინტერესებს. ნინი გოგიშვილის სიუჟეტი. ელჩ თუ სურს რომ მედიის ტყავში დაფარულ პოლიტიკოსებს თუ NGO-ების ტყავში დაფარულ პოლიტიკოსებს შეხვდეს, რა თქმა უნდა, იქ პოლიტიკური შეფასებები ამას მოყვება. ამიტომაც მასპინძლის როლში საფრანგეთის ელჩის ბოლო კვირების აქტივობა შერჩევითი მიდგომით უკვე შეფასდა. ოლივიე კურტოსთან სტუმრების ანუ 15-მდე NGO-სა და კონკრეტული მედიის წარმომადგენლების სიას გუშინ სერგი კაპანაძეც დაემატა. ინფორმაცია ქრონიკისტვის გახდა ცნობილი, არც ერთი სიტყვა შეხვედრაზე დუმს ორივე მხარე. ფარულობასთან ერთად უფრო მეტი ეჭვიც იბადება. განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ელჩის სტუმარი პოლიტიკიდან NGO-ში გადაბარგებული სერგი კაპანაძეა, რომელიც პოლიტიკურ აქტიურობაზე უარს არ ამბობს. ამის ერთ-ერთი და არა ერთადერთი მაგალითია საპარლამენტო არჩევნების შემდეგ არჩეული ხელისუფლების არაღიარებისა და სანქცირების მოთხოვნით თბილისიდან ბრიუსელში გაგზავნილი წერილი. 16 ხელმოწერიდან ერთ-ერთი სწორედ მისია. ნებისმიერი ქვეყნის ელჩი თავისუფალია შეხვდეს იმას, ვისაც სურს, უნდა სახში, უნდა საელჩოში. მეორე, როდესაც ნებისმიერი ქვეყნის ელჩი ხდება რადიკალებს, ის ასევე უნდა შეეგუოს, რომ ამას მოყვება შესაბამისი შეფასება საზოგადოების მხრიდან. ამიტომ ეს არ არის ცალმხრივი გზა მოძრაობის, ეს არის ორმხრივი გზა მოძრაობის. უმჯობესი იქნებოდა, რომ ამ მხრივ გამჭვირვალე იყოს ასეთი სახის კონტაქტები. თუმცა კიდევ ერთხელ მისი არჩევანი არის, რაც უფრო ფარულია, მით უფრო მეტ კითხვებს იწვევს ხოლმე. მართველი გუნდის მსგავსად ახლა დანიშნული ელჩისგან განმარტებებს ელოდება საპარლამენტო ოპოზიციაც. აინტერესებთ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან გახშირებული შეხვედრები უკავშირდება თუ არა გაფართოების საკითხებში ევროკომისრის მარტა კოსის საჯარო აღიარებას, რომ ეძებენ გზებს თუ როგორ განაგრძონ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება. ქალბატონმა მარტა კოსომას დაადასტურა, რომ მიმდინარეობს გზების ძიება, როგორ დაფინანსდეს სამოქალაქო სექტორი და ირიბა და რადიკალური ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები იმ კანონმდებლობიდან გამომდინარე, რომელიც ჩვენ მივიღეთ, თუ ამ გზებზე იყო საუბარი, ბუნებრივია ეს პრობლემაა, კანონმდებლობის დარღვევა. არ ველოდებოდი საფრანგეთის ელჩისგან ამ ტიპის ქმედებას. არ ელოდებოდა, რადგანაც ოლივიე კურტომ დედაქალაქის მერთან შეხვედრისას სხვა პირობა გასცა. დღეს მისი ეს პირობაც გაიხსენა და ისიც გამოჩნდა, რომ დიპლომატსა და მართველი გუნდის წარმომადგენლებს შორის გამართული ყველა შეხვედრა გასაჯაროვდა. განსხვავებით NGO-ბისა თუ კონკრეტული მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისა. მე მქონდა რამდენიმე კვირის წინ შეხვედრა და მან პირდაპირ ისაუბრა, რომ მე ვიქნები ღია არანაირი ეს პოლიტიკური საკითხები, ქვეყნში და პოლიტიკურ საქმეებში ჩარევა არ იქნება ჩემი მხრიდან, თუმცა აგერ გამოიკვეთა, რომ ის ფარულად ხდება ძალადობრივი ჯგუფების წარმომადგენლები. ძალიან ცუდია. როდესაც ეს შეხვედრები არის აბსოლუტურად მიკერძოებული და ხდება იგი რადიკალებს, NGO სექტორს, რომელიც რადიკალების განუყოფელი ნაწილი არის, ჟურნალისტებს, რომელიც პირდაპირ ნაცმედიას წარმოადგენს, სერგი კაპანაძეს და ასე შემდეგ, რა თქმა უნდა, იქ ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი ჩნდება და შესაბამისად ჩვენ ველოდებით განმარტებებს. არასამთავრობო ორგანიზაციაზე ეს შეიძლება კონდეთ საქმიანი ურთიერთობა, ან რაღაც ისეთი შეხვედრა, რომლის არ გასაჯაროება ეჭვს გამოიწვევს, რა თქმა უნდა. იმიტომ რომ არავითარი ფარული ურთიერთობა არ შეიძლება არასამთავრობო ორგანიზაციასა და ერთ შორის არსებობის. სახელისუფლებო პარტია იმედოვნებს, რომ ოლივიე კურტო წინამორბედის გზას არ გააგრძელებს. კანონდამრღვევებს სოლიდარობას არ გამოუცხადებს და ქვეყნის შიდა საქმეებში არ ჩაერევა.